ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 2. ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით თავისუფლად ვარდება დედამიწის ზედაპირზე ერთი და იმავე სიმაღლიდანო. პირველის მასაა m, ხოლო მეორის 3m და ვიკითხებიან რისი ტოლია პირველი და მეორე სხეულების სიჩქარეების ფარდობა დედამიწასთან დაჯახებისას. კარგით, ესე იგი, მოცემული რა გვაქვს ჩვენ? ჩავწეროთ, მოდით, მოცემული გვაქვს. ორი სხეული უსაწყისო სიჩქარით, შესაბამისად ორივე სხეულისთვის საწყისი სიჩქარე ნულის ტოლია. თავისუფლად ვარდებაო, შესაბამისად თავისუფლად ვარდება თავისუფალი ვარდნის საჩქარება ტოლი არის დაახლოებით ჩავთვალოთ 10 მეტრ/კვადრატის ტოლად. ერთი და იმავე სიმაღლიდანო, შესაბამისად ამ ვარდნის სიმაღლეები ორივე სხეულისთვის ერთი და იგივე არის, h1 უდრის h2-ს და მოდი ეს უდრიდეს h-ს. ამასთან პირველის მასა არისო m, ესე იგი მოდით m1 თუ არის m, ხოლო მეორის მასა 3m, ესე იგი მეორე მასა პირველზე 3-ჯერ მეტი ყოფილა და ეს ტოლი იქნება 3m-ის და ვეკითხებიან თითოეული სხეულის სიჩქარეებს დაცემის დედამიწასთან დაცემის მომენტში, ესე იგი v1 შეფარდება v2-თან ვაინტერესებს. კარგით, პირველ რიგში მოდით წარმოვიდგინოთ რა სიტუაცია გვაქვს. ავიღოთ ზედაპირი, დედამიწის ზედაპირი. დავუშვათ პირველი მასის სხეული არის აი აქ მოთავსებული, მეორე მასის სხეული ანალოგიურად. მეორე m2 მასის სხეული არის აქ მოთავსებული და ვითხრეს რომ ორივე სიმაღლე ერთი და იგივეა, შესაბამისად. აი ეს სიმაღლეები, ეს იქნება h1 უდრის h სიმაღლე და მეორეც იგივე სიმაღლეზე არის, ხო? ესე იგი, მეორე შემთხვევაშიც ეს h2 ტოლი არის h-ის. ამასთან პირველი არის m1 უდრის m მასის სხეული, ხოლო მეორე m2 უდრის 3m მასის სხეული გვაქვს. ხაბუნებრივია, პირველი m1 მასის სხეულზე იმოქმედებს ქვემოთ მიმართული m1 ჟ-სიმძიმის ძალა, ხო, ასე. მეორე შემთხვევაში მეორე სხეულზე იმოქმედებს m2 ჟ-სიმძიმის ძალა. თორმეტ დავასვათ, ეს იყოს პირველი სხეული, დავაშვათ, ეს იყოს მეორე სხეული. და ამ სიმძიმის დედამიწის მიზიდულობის გამომდინარე ეს ორივე სხეული დედამიწისკენ დაიწყებენ ვარდნას ჟ თავისუფალი ვარდნის საჩქარებით. ესე იგი ჟ ქვემოთ არის მიმართული და მოდი ამავდროულად შემოვიტანოთ y-ზე, რომელიც მიმართოთ ქვემოთ პირობითად. და ეხლა რის ტოლი იქნება h1-ის სიმაღლე, რადგანაც მოძრაობა თანაბარ აჩქარებულია, h1 ტოლი იქნება საბოლოო სიჩქარეს, პირველი სხეულის საბოლოო სიჩქარის კვადრატს, გამოკლებული საწყისი სიჩქარის კვადრატი, გამოკლებული ორჯერ აჩქარებაზე, მაგრამ ხო თქვით, რომ ჟ აჩქარებით ვარდებიან, შესაბამისად თავისუფალი ვარდნის აჩქარებით ვარდებიან, შესაბამისად აჩქარების მაგივრად აქ ჟ შეგვიძლია დავწეროთ. ამასთან v0 თუ დავითვალისწინებთ, რომ 0-ის ტოლი არის, ეს უდრის 0-ს, შესაბამისად ეს ტოლი იქნება v1-ის კვადრატი შეფარდებული 2ჟ-თან. აქედან ჩვენ გამოგდის, რომ v1-ის კვადრატი შეფარდებული 2ჟ-თან უდრის h1-ს, საიდანაც v1-ის კვადრატი ტოლი გამოგდის 2ჟ-ის, 2ჟ-h1-ის, აქედან კი v1 ტოლი არის კვადრატული ფესვი 2ჟ-h1 და მაგრამ h1 ხო h-ის ტოლი არის და მოდი ეს გავითვალისწინოთ ბანემ აქვე. ესე იგი ეს ტოლი გამოგივიდა 2ჟ-h-ის. ასე ესე იგი ცალკე რო ამოწეროთ v1 ტოლი ყოფილა კვადრატული ფესვი 2ჟ-h-დან. ეხლა იგივე მოვიქცეთ მეორე სხეულის შემთხვევაში. მეორე სხეულისთვის h2 ტოლი იქნება ანალოგიურად v2-ის კვადრატს გამოკლებული საბოლოო სიჩქარის კვადრატს გამოკლებული საწყისი სიჩქარის კვადრატი შეფარდებული 2ჟ-თან. აქაც ანალოგიურად v0 0-ის ტოლია და დავრჩება რომ ეს ტოლი არის v2-ის კვადრატი შეფარდებული 2ჟ-თან. აქედან v2-ის კვადრატი შეფარდებული 2ჟ-თან ტოლი გამოგვივა h2-ის, საიდანაც v2-ის კვადრატი ტოლი არის 2ჟ-h-ის, 2ჟ-h2-ის, მოდი ჯერ გავითვალისწინოთ და საიდანაც v2 ანალოგიურად როგორც ხედავთ ტოლი გამოგდის 2ჟ-h2-ის, მაგრამ ახაც h2 h-ის ტოლია, ამას თუ გავითვალისწინებთ, დაგვრჩება v2-ისთვის შემდეგი სიდიდე, ესე იგი v2 ტოლი ყოფილა კვადრატული ფესვი 2ჟ-h-დან. და ჩვენ გვაინტერესებს ამათი შეფარდება. ამათი შეფარდება აქედან v1-ს თუ შევაფარდებთ v2-თან, ეს ტოლი იქნება კვადრატული ფესვი 2ჟ-h შეფარდებული კვადრატული ფესვი 2ჟ-h-თან. მეშვეშიც დამრიცხველით ერთ და იგივე სიდიდე გვაქვს, შესაბამისად ესენი შევკვეცება და დავრჩება რომ ეს ტოლი არის 1-ის. შესაბამისად საბოლოოდ თუ დავწერთ პასუხს, v1 შეფარდება v2-თან, ტოლი ყოფილა 1-ის. პასუხი G.